დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ ალბათ შენიშნეთ მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან ხშირად ვუბრუნდებით თემას, რომელსაც ჰქვია ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული. წარმოუდგენელია ჩვენი შვილების ჯანმრთელობას მხოლოდ ერთი კვირა დავუთმოთ, რასაკვირველია ჩვენი ყოველდღიური საუბარი საბოლოო ჯამში ადამიანის და ჩვენი შვილების მომავალს ემსახურება მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მაგრამ მიმდინარე კვირის ლოგიკური დასასრული იქნებოდა, ან ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა საუბარი ბავშვთა კვებაზე. დიახ, ეს გათვალისწინებულიც არის მიმდინარე კვირეულით, მაგრამ მე გადავწყვიტე ცოტა განსხვავებულად დავინახოთ ეს საკითხი. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ძალიან ხშირად საუბრობთ ჩვენ, როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება და ვითვალისწინებთ ბავშვის სხვადასხვა ასაკს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ბავშვის კვება იწყება დედის ორგანიზმში, მუცლად ყოფნის ფაზაში და როგორც თანამედროვე კვლევებით ირკვევა, ბავშვის კვება იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბავშვი ჩასახულიც არ არის. ანუ როგორია დედის ორგანიზმის მდგომარეობა ბავშვის ჩასახვამდე, როგორია დედის ნაკვებობა ბავშვის ჩასახვამდე, აღმოჩნდა, რომ ეს უკვე განსაზღვრავს, როგორი იქნება ბავშვის ჯანმრთელობა, მომავალი შვილის ჯანმრთელობა. ამიტომ სწორედ ეს წახნაგი მინდა რომ დღეს დავინახოთ, რასაკვირველია იმ შესაძლებლობებით, რასაც ჩვენი გადაცემის ხანგრძლივობა გვაძლევს საშუალებას, თუმცა მანამდე აუცილებლად გეტყვით, რომ დღევანდელი კვებითი შუქნიშანი იქნება იმის წარმოჩენა, რომ ბავშვის კვება დედის კვებით იწყება. ბავშვის კვება დედის კვებით იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ქალბატონს ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვაფასებთ, რა სჭირდება ბავშვის კვებისთვის დედას იმისათვის, რომ შეივსოს ორგანიზმი, მაშინ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რას ვაშენებთ, როგორ ვაშენებთ, რა საშუალებებით ვაშენებთ. და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი. ის რომ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. ის რომ ჯანმრთელობა სხვადასხვა წახნაგი აქვს, ფიზიკური, მენტალური, სოციალური, ესეც ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ როგორ უნდა უზრუნველყოს დედის კვებამ შვილის ჯანმრთელობა ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჭრილში. სწორედ ეს არის საყურადღებო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე, მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია დედის ორგანიზმის მომზადება, უზრუნველყოფა ჯერ კიდევ ბავშვის ჩასახვამდე, უშუალოდ ორსულობის დროს, ისეთი ელემენტით, ისეთი საკვები ნივთიერებით, ისეთი ვიტამინით, როგორიც გახლავთ ფოლიუმის მჟავა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ამ ვიტამინის იმედად, რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ორგანიზმი უზრუნველყოფილი, ვერ დავრჩებით. რადგან თავარი ამ დროს არის დაბალანსება, ანუ წონასწორობა, რომელიც უნდა იყოს დედის ორგანიზმში და რომელმაც უნდა უზრუნველყოს წონასწორობა ბავშვის ორგანიზმში, ჯერ ნაყოფის და შემდეგ ახალშობილის. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდესაც საკვებს ვარჩევთ. მაგალითად, ფიზიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, რომ ბავშვის ორგანიზმი აშენდეს, ანუ ნაყოფის ფაზაში ორგანიზმმა დაიწყოს სრულყოფილი მშენებლობა და ამისთვის მას სჭირდება სამშენებლო მასალა. გამოდის, რომ ეს მასალა დედამ უნდა მიაწოდოს და ეს არის სხვა არაფერი თუ არა ცილა. დიახ, გამოდის, რომ დედის კვებისათვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ისეთი საკვები ნივთიერების გათვალისწინება ყოველდღიურ რაციონში, როგორიც გახლავთ ცილა. თუ ზრდასრულ ადამიანს ნორმატიულად 1 კილოგრამ წონაზე 0,8 გრამი ცილა სჭირდება, ორსული ქალის შემთხვევაში ეს მოთხოვნილება ზოგჯერ 1,5-ჯერ მეტი უნდა გადავთვალოთ, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტი. ცხადია სხვა პარამეტრების კონტროლით. წარმოგიდგენიათ მარტო ცილაზე მოთხოვნილება როგორ იზრდება. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ყველა სხვა საკვები ნივთიერება, რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს დედის ორგანიზმს და შესაბამისად ნაყოფს. ეს გახლავთ ცილასთან ერთად ნახშირწყლები და ცხიმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორი ნახშირწყლები და როგორი ცხიმები. მაგალითად, ცხიმები, რომელიც არის უჯერი. ჩვენ ყველაზე ხშირად
ვახსენებთ ხოლმე პოლიუჯერ, ანუ ბევრ გზის გაუჯერებელ მჟავას, როგორიც არის ომეგა-3. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ყველას სხვა სასარგებლო ცხიმი, რომელიც დედის ორგანიზმს სჭირდება. და ეს არის რასაკვირველია მცენარეული წარმოშობის ცხიმები, რომელშიც მარტო ზეთი არ უნდა ვივარაუდოთ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად ისეთი მცენარეული ცხიმი, როგორიც არის თხილეულის შემადგენლობაში, როგორიც არის ავოკადოს შემადგენლობაში და გავითვალისწინოთ მაგალითად ისეთი ნახშირწყლები, რომელიც რაფინირებული, უკიდურესად გასუფთავებული, ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტებით კი არა, მთლიანი მარცვლეულით უნდა მიიღოს მაგალითად ორსულმა. გასათვალისწინებელია აგრეთვე ვიტამინები და მინერალები, რომელიც ენერგიას არ გვაძლევს. ანუ ვიტამინები და მინერალები ჩვენ კალორიას არ გვაწვდის, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ჩემ მიერ ნახსენებ ფოლიუმის მჟავასთან ერთად, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, B9 ვიტამინია. გასათვალისწინებელია ისეთი ვიტამინები, რომელიც ანტიდამჟანგავი თვისებებით გამოირჩევა. რომელია ეს? ეს არის წყალში ხსნადი C ვიტამინი, ცხიმში ხსნადი A ვიტამინი, D ვიტამინი, E ვიტამინი, K ვიტამინი, მით უფრო რომ ამ უკანასკნელს გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს ქალის სისხლის შედედების სისტემის მართვაში. დიახ, როგორი იქნება სისხლის სიბლანტე, გათხელდება, შესქელდება, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს დედის და ნაყოფის ჯანმრთელობისათვის. და შესაბამისად, როდესაც საუბრობთ K ვიტამინზე, E ვიტამინზე, C ვიტამინზე, სხვადასხვა მინერალზე, მათ შორის რკინით უზრუნველყოფაზე, თუთიით უზრუნველყოფაზე, სელენით უზრუნველყოფაზე, ჩვენ გულისხმობთ არა მარტო დედის ორგანიზმის მომარაგებას, არამედ ნაყოფის და მომავალი ბავშვის მომარაგებას. ძალიან ხშირად ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა არ არის საკმარისი. გახსოვთ, მე ხშირად ვამბობ, თუ ჩვენ ხელი ან ფეხი არ გვტკივა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელები ვართ, რადგან არსებობს თვალით უხილავი მენტალური ჯანმრთელობა. სწორედ ამის უზრუნველყოფისთვის დედას სჭირდება დამატებითი სამარჯვები. ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის ჩვენ პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ იმ ნივთიერებებით დედის ორგანიზმის მომარაგება, რომელიც საბოლოო ჯამში ერთი მხრივ განამტკიცებს დედის ნერვული სისტემის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ბავშვის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა ჩამოყალიბდეს სრულყოფილად. და ასეთ შემთხვევაში მე გაგახსენებთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც რეკომენდებულია თავის ტვინის კვებისთვის, ნერვული სისტემის უზრუნველყოფისთვის. რასაკვირველია, ისევ და ისევ ცილა, ისევ აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების სწორი ნახშირწყლები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს განსაკუთრებით ქოლინი, რომლითაც მაგალითად კვერცხია გამორჩეული, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემ მიერ უკვე ნახსენები A, D, E ვიტამინები, არ უნდა დაგვავიწყდეს B ჯგუფის ვიტამინები, თუთია, რკინა, სელენი და მრავალი სხვა კომპონენტი, რომელიც ნაწილობრივ ახსენე კიდეც და არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც წაადგება. და ასეთ შემთხვევაში არის ერთი განსაკუთრებული ელემენტი, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ნიადაგი, ჩვენი წყალი ბუნებრივად ღარიბია იოდით და იოდს შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს ბავშვის განვითარებაში. ამიტომ გაგახსენებთ ვიდეო რჩევას. საქართველოს იოდ დეფიციტის ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი და წყალი ღარიბია იოდით. იოდ დეფიციტური დაავადებების საყოველთაო პროფილაქტიკისათვის გამოიყენეთ მხოლოდ იოდით გამდიდრებული მარილი. იოდიზირებული მარილის ფხვნილი შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას. მარილის შესანახად შეარჩიეთ დაბურული მინის ან თიხის თავდახურული ჭურჭელი. იოდიზირებული მარილი გამოიყენეთ თერმული დამუშავების შემდეგ, ანუ ჩაამატეთ მზაგერთში. იოდის არასაკმარისი მოხმარების სავარაუდო შედეგია ბავშვის გონებრივი ჩამორჩენა, ფიზიკური განვითარების შეფერხება, ჭიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, შვილოსნობის და ორსულობის პრობლემები. იოდ დეფიციტური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია. გახსოვდეთ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა სიცოცხლის პირველ 2-3 წელს ნერვული სისტემის შეუქცევად დაზიანებას იწვევს. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით.
როდესაც საუბრობთ მაგალითად დედის კვებაზე, შვილის კვების უზრუნველყოფისათვის, გასათვალისწინებელია ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ქალის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. მინდა გაგახსენოთ კვლევა, რომელიც სულ ახლახან გაგიზიარეთ და უკავშირდება მაგალითად ქალბატონების მდგომარეობას მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში, როდესაც მათ აქვთ საკმაოდ გაჯიუტებული არტერიული წნევა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურებით, რომ ორსულობის ფაზაში ამ ქალბატონებმა განიცადეს სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ორსულობის პერიოდში არანაირი მძაფრი გამოვლინება ან ერთი შეხედვით მძაფრი რეაქცია სტრესზე არ იყო დადასტურებული, სწორედ მშობიარობის შემდეგ ამ ქალბატონებს დაუდგინდათ არტერიული ჰიპერტენზია. ეს არის ძალიან საგულისხმო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ორსული ქალის ორგანიზმში უკვალოდ არაფერი ქრება და საბოლოო ჯამში ეს იმას ნიშნავს, რომ დედის ორგანიზმიდან ინფორმაცია აუცილებლად ნაყოფის ორგანიზმზე აისახება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კვებასთან დაკავშირებული ისეთი რისკები, რომელიც უკავშირდება სწორედ ქალის ორგანიზმის გადასვლას ორსულობიდან ლოგინობის ხანაში, ანუ როდესაც ქალმა უკვე იმშობიარა. საზოგადოება, როგორც წესი, ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს ხოლმე თვალყურს, ოჯახი მაგალითად, როგორ მიდის ორსულობა, აინტერესებს როგორ იკვებება ორსული, თავს კარგად გრძნობს თუ არა. შემდეგ მშობიარობა არის კულმინაცია ამ მოვლენების და მერე თითქოს ქალის ჯანმრთელობა დავიწყებას მიეცემა ხოლმე. აი ასეთ შემთხვევაში პირიქით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს. რატომ? გაირკვა, რომ ლოგინობის ხანაში, მაშინ როდესაც ქალმა იმშობიარა პატარა, მას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს კვებასთან დაკავშირებით. მან არა მარტო საკუთარი დაუძლურებული, გამოცდებ გამოვლილი ორგანიზმი უნდა დააპუროს და დაანაყროს მიღებული ნივთიერებებით, არამედ უზრუნველყოს ლაქტაციის პერიოდში, ძუძუსწოვების პერიოდში თავისი ახალშობილი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი ორგანიზმია, ვიდრე ნაყოფის ფაზაში მყოფი, რომელიც მეტ ენერგიას მოითხოვს, მეტ საკვებს მოითხოვს. ამიტომ როგორც მეცნიერება ადასტურებს, როგორც საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, ლოგინობის ხანაში ქალის ორგანიზმის მოთხოვნილება კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ორსულობის დროს. ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, მაგრამ მე ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად გეტყვით, რომ დიახ, ქალს ლოგინობის ხანაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. იმისათვის, რომ მან მოახერხოს ძალები, აღიდგინოს, შეივსოს დანაკლისი, რომელიც ორსულობის დროს უხშირესად არის ხოლმე ქალის სხვადასხვა სისტემასთან დაკავშირებული და მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარი წონასწორობის აღდგენით შეძლებს შვილის წონასწორობის უზრუნველყოფა საკვები ნივთიერებებით. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი არასწორი სტერეოტიპი. ამასაც ხშირად შევეხები ხოლმე მე ჩვენს გადაცემაში, როდესაც მაგალითად მელოგინე ქალს ლაქტაციის ფაზაში სხვადასხვა საკვებს უკრძალავენ, იმიტომ რომ ბავშვს მუცელი არ ატკივდეს, ბავშვი გაზებით არ შეწუხდეს. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები. არადა მტკიცებულებების გარეშე სწორი მიდგომა იქნება, სწორედ რა კი არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ქალს კვება შეუზღუდოთ და არ უნდა შეუზღუდოთ, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლოა ამ ფაზაში ეს კვება, ქალს უნდა მივაწოდოთ დაბალანსებული საკვები, ყველა ჯგუფის პროდუქტები და მხოლოდ დედის ორგანიზმის წონასწორობა უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვის კვება არ დაზარალდეს. და ამასთან დაკავშირებით მე სიამოვნებით გაგახსენებთ კიდევ ერთ ვიქტორინას. როგორ მოვუაროთ ქალს მშობიარობის შემდეგ? თუ ოჯახში ორსული ქალბატონი გყავთ და უახლოეს დღეებში პატარას ელოდებით, მოემზადეთ ახალშობილის დასახვედრად და გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები. მოარიდეთ ხალხმრავლობას ჩვილიც და მელოგინე ქალიც. დედაშვილს წინასწარ შეურჩიეთ მშვიდი კუთხე. სეზონური ინფექციების რისკის გათვალისწინებით ოჯახის წევრები მოერიდეთ დედაშვილის კოცნას. ზოგადად მჭიდრო კონტაქტს მით უფრო თუ ახლახან შემოხვედით ქუჩიდან. ახალშობილით აღტაცებულებს არ დაგავიწყდეთ ბავშვის დედა. გახსოვდეთ, მშობიარობის შემდეგ ქალს უფრო მეტი მზრუნველობა სჭირდება ვიდრე მშობიარობამდე. ახალნამშობიარებ ქალს ხშირად აქვს ფსიქოემოციური პრობლემები და ამიტომ მათ ოჯახის წევრების განსაკუთრებით მეუღლის თანადგომა სჭირდებათ. მელოგინე და მეძუძური ქალის ორგანიზმს უფრო მეტი ცილა და ენერგია უნდა მივაწოდოთ.
ვიდრე ორსულობის პერიოდში. მელოგინე ქალის რეაბილიტაცია განსაზღვრავს ქალის შემდგომ ჯანმრთელობას და შესაბამისად ყველა შემდეგი შვილის ჯანმრთელობას. იყავით ფხიზლად, თუ მელოგინე ქალს აქვს უჩვეულო სისუსტე, ტკივილები, სიცხე ანუ მომატებული ტემპერატურა, სისხლდენის ნიშნები. დაუშვებელია ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების იგნორირება, თვითმკურნალობა და დროის დაკარგვა. კაცრად აკრძალულია ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტების მიღება ექიმთან შეუთანხმებლად, სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. მიუხედავად იმისა, ქალი ორსულობის ფაზაშია თუ ლაქტაციის ფაზაში, ყველა შემთხვევაში ის არის უზრუნველმყოფელი შვილის კვების და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე რთულ სიტყვებს, მაგრამ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სიტყვებს, რაფინირებული, პროცესირებული, უკიდურესად დამუშავებული, მაგალითად ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების შემცველი, პროცესირებული ცხიმების შემცველი და ასე შემდეგ. ეს ის პროდუქტებია, რომელსაც ორსულის და ლაქტაციის ფაზაში მყოფი ქალბატონის კვებაში მაქსიმალურად უნდა ვზღუდავდეთ. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ქალბატონებს, არ ეხება ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფ ქალბატონებს. ეს ყველას გვეხება. თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისათვის არის ეს კომპონენტები ფრთხილად გამოსაყენებელი. მაგრამ რამდენიმე საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული შეფასება ჭირდება, როდესაც ქალის კვებაზე, ბავშვის კვებისთვის რეკომენდაციას გაუწევთ. ეს გახლავთ ალკოჰოლი და ალკოჰოლი, რომელიც ყოველთვის წითელი ფერის კონტექსტში უნდა აღვიქვათ. მიუხედავად იმისა, ქალი ორსულია თუ ქალი ლაქტაციის ფაზაშია. ბავშვის ორგანიზმი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისთვის არ არის მზად და არ არის დაცული ისეთი ზეწოლისგან, რომელიც შეიძლება მოახდინოს ალკოჰოლმა, როგორც ქიმიურმა ნაერთმა. მარილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს დედის ორგანიზმისათვის, როგორც სითხის შემაკავებელი, არტერიული წნევის მერყეობის წინაპირობა და ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი რისკი ნაყოფის და შემდეგ უკვე ბავშვის ჯანმრთელობისათვის. შაქარი, რაფინირებული, გაწმენდილი, ადვილად შეთვისებადი, რომელიც ფუჭი კალორიებით და პრაქტიკულად საკვები ნივთიერებების გარეშე ამარაგებს დედასაც და ნაყოფსაც, შემდეგ უკვე ბავშვსაც. ამიტომ ეს ის პროდუქტებია, რომელსაც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყენებდეთ. მით უფრო რომ მინდა კიდევ ერთი კვლევა შეგახსენოთ, ვიდრე დავასრულებთ დღეს საუბარს. ეს გახლავთ კვლევა, რომელიც ასევე გაგიზიარეთ როგორც სიახლე და რომელიც ადასტურებს, რომ მაგალითად ორსულობის პერიოდში ქალის კვებამ შეიძლება განსაზღვროს ბავშვს ექნება თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის ფრაზა, რომლითაც დავიწყეთ დღევანდელი საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში ჩვენ ბავშვის ჯანმრთელობის კვირაულზე ვსაუბრობთ და შეგვეძლო თავისუფლად მხოლოდ ბავშვის კვებაზე გვესაუბრა სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენ ვისაუბრეთ დედების კვებაზე, მომავალი დედების კვებაზე, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა, ბავშვის კვება დედის კვებით იწყება. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღერძელობას გისურვებთ.